საღამოშვიდობის ნინო, მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გავატარებ ამ ერთ საათს. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი აი ყმაწვილ კაცობი და როცა პროფესიას ვირჩევდი, შენ უკვე ჟურნალისტი იყავი და გამოგარჩევდი იმ ჟურნალისტებისგან, ვის მიმართაც მქონდა დიდი მადლობა. არ ვიცოდი. კი, ნამდვილად ასეა. იმიტომ რაღაცნაირად მე მიყვარს ჟურნალისტები, რომლებიც გამოირჩევიან ყველა ეტაპზე რაღაცნაირი კრიტიკული აზროვნებით, ეთიკასთან მოდიან ძალიან ისეთ თანხმდრაში და თან ეს ხაზი არ იცვლება, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ხო ეგეთი უცნაური ამბავია და მინდოდა რომ ეს დამეწყო და ამ კომპლიმენტით დავიწყებ ამ ინტერვიუს. მაგრამ კითხვა მექნება ასეთი ჟურნალისტიკა რო უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემი შეფასებით ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ალბათ სამყაროში იყო რეპორტიორი. აი შენ თან როდის მოვიდა ეს რომ ამ ხელა პასუხისმგებლობის ტარება ძალიან რთულია ალბათ. ხო, ზოგადად ეხა პასუხისმგებლობა თუ გაქვს ადამიანს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, პროფესიაშიც გაქვს ეს. და ახლა პროფესიული პასუხისმგებლობა კიდევ ედება ხო ამ ფენად ამ შენს რაღაცა მოქალაქეობრივ თუ რაღაცა პერსონალურ პასუხისმგებლობებს. პირველად როცა მე მოვხდი პროფესიაში სრულიად შემთხვევით, სრულიად შემთხვევით მოვხდი პროფესიაში, ეს იყო წინა საუკუნის მიწურულს. რა თქმა უნდა, მაშინ ჟურნალისტიკის შესახებ არაფერი ვიცოდი. მომხიბლა იმან რომ ფილოლოგი ვარ პროფესიით, არ ვარ ჟურნალისტი და მომხიბლა იმან რომ აი ეს წერა ჩემი რაც ჩემი პროფესიული რაღაცა ნაწილი იყო, ჩემი პროფესიული საქმიანობის ფილოლოგიასთან მიმართებაში წერა, კითხვა და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ რაღაცა შეიძლება ისეთში დააკონვერტირო, რაც იყოს ძალიან ყოველდღიურად საინტერესო. ყოველდღიურად საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ გასცდე აი ამ შენ პატარა სოციუმს, გასცდე თქვა უფრო ჩაკეტილ სივრცეს და უფრო მეტ ხალხთან გქონდეს კომუნიკაცია ამ შენი რაღაცა პროფესიული უნარებიდან გამომდინარე. ეს რაღაცა თავიდან იყო უფრო რაღაცა ინტერესის, რაღაცა ჩაბანდება რაღაცაში. მერე იყო თითქოს რაღაცა სიახლეებით გართობაც, იმიტომ რომ ეხლა როცა გადიხარ ველზე იქ ხვდები საინტერესო ადამიანებს, სხვა შორის ძალიან სწრაფად მოვხვდი რაღაცა პირველ ხაზზე, სადაც უკვე რაღაც შეიძლებოდა პრეზიდენტის პირისპირ ყოფილიყავი და კითხვა დაგესვა, სულ რამდენიმე თვეში მოხდა დეპუტატების პირისპირ. ასე რომ პოლიტიკას სულ თავიდან მანამდეც მაინტერესებდა, რა ვიცი, რაც ცნობიერში ჩავარდი, სულ მაინტერესებს ჩემს ირგვლივ არსებული ამბები და მოკლედ ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეჯერდა. და აღმოჩნდა რომ დავივიწყე ჩემი პირველი პროფესია ფილოლოგია იმ თვალსაზრისით რომ პროფესიულად აქ არ განვავითარე ჩემი კარიერა და გავხდი ჟურნალისტი. აი რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, ესე იგი ის რომ კეთილსინდისიერად უნდა მოვქცეულიყავი აი ამ პროცესში, არ უნდა მეთქვა ტყვილი, უნდა გამერკვია სიმართლე, უნდა დამეზუსტებინა ამბები. ეს რაღაცნაირად ჩემით მივხვდი ამას, მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემთვის არ უსწავლებიათ. და რაღაცა მხოლოდ ესეთი ყურმოვკრით შეიძლება და მაშინ გწოდნოდა მედიის სტანდარტებისა თუ რაღაცა ჩვენი უფლებამოვალეობის და პასუხისმგებლობების შესახებ. ხო, ნუ სტანდარტები კიდე მერე და მერე უფრო მოვიდა. ხო, ეს სიტყვა საერთოდ არ ვიცოდით მედიის სტანდარტები. ხო და აი ეს პასუხისმგებლობა უფრო ვიგრძენი, რომ სერიოზულ პროფესიაში მოვხდი, რომელშიც მომინდა რომ სულ დავრჩენილიყავი, როდესაც მოვხდი დიდ ბრიტანეთში და მოვხდი სერიოზულ მაუწყებლებში, ეს იყო 2001 წელი. მაშინ ბრიტანული სტიპენდიით მოვხდი, აი ამ სივრცეში იქ გავიარე ძალიან მაღალი დონის ტრენინგი, უკვე როგორც ჟურნალისტმა და იქიდან მე უკვე ჩამოვედი აბსოლუტურად თავდაჯერებული იმ თვალსაზრისით, რომ მე ვრჩებოდი ამ პროფესიაში და ვიქნებოდი ამ პროფესიაში ბოლომდე. ეს იყო ჩემი არჩევანი. და აი სწორედ იქ მივხვდი ყველაფერს, გავაცნობიერე, რამხელა ინდუსტრიაა ეს, რა პასუხისმგებლობების ინდუსტრიაა და ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ვინც აქ ვართ, რამხელა როლი გვაქვს, თუნდაც ვიყოთ სადღაც ჭანჭიკი, რაღაც მომენტი იდგება, როდესაც ჩვენ გვაქვს უდიდესი როლი აი ამ პროცესში და გავაცნობიერე რა ეს უფრო მომინდა რომ ყოფილიყავი პროფესიაში. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს მომენტი, როდესაც ყველაზე უფრო ცხადად გაიაზრებ რამ ხელა არის ეს პასუხისმგებლობა, ხო, იმიტომ რომ თუნდაც არ ვიცი ელემენტარულად აგერ რო იდგე ჩართვაზე და რაღაცას ამბობდე, პასუხისმგებლობას იღებ რომ მთელ საზოგადოებას რამდენი ხალხი გიყურებს, აი ამ კამერის მიღმა, ხომ, რამდენი ადამიანი გიყურებს ამას რომ აცნობიერებ, ხომ, აი სულ სხვანაირად კიდევ იაზრებს შენს როლს
და პლუს ამ როლთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ რამდენადაც იზრდება შენი როლი, ხო, მედიაში, რამდენადაც უფრო ანგარიშგასაწევი რჩები, რამდენადაც უფრო ხდები თვალსაზრისების რაღაცა შექმნაში მონაწილე, ხო, მოსაზრებების ჩამოყალიბებაში, მით მეტად იზრდება შენი პასუხისმგებლობა, ყოველ სიტყვას აკვირდები და ყველაფერს ზომავ და სწორედ ამიტომაც ახლა არის ეტაპი, როდესაც აი ამ გაზომვაში ჩვენ ვთქვათ ფორმულას რეპორტიორებმა, ჟურნალისტებმა, წამყვანებმა და მთელმა გუნდმა შევიმუშავეთ სარედაქციო პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი პოზიცია არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს კონსტიტუციის მხარეს ყოფნა. ხანდახან საზოგადოებას რომ გონია, რომ ეს არის იმ ნაწილს, რომელიც რაღაცა კრიტიკულად გიყურებს, ხომ? ან მაინც მიაჩნია, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს სტერილურად რაღაცა ესეთ სიტყვას ევს ობიექტური, ხო? ხო, ეს არ არის სწორი აღქმა, რადგან ეს როლი გვაქვს, რომ თქვენ ამბები უნდა მოგიტანოთ, სწორად მოგიტანოთ და თანაც უფლებები დავიცვათ პროცესში, რა თქმა უნდა, შელახული უფლებების მხარეს ყოველთვის ვიქნებით. ან ჩვენ ყოველთვის ვართ იმ მხარეს, სადაც ჩვენი მოქალაქეების და სხვა მოქალაქეებისაც ინტერესი შეიძლება დაირღვეს, ხომ და მათი პერსპექტივიდან ხედავთ პროცესებს, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყოველთვის ვაძლევთ გამოხატვის შესაძლებლობას მხარეს, რომელიც შესაძლოა მათ უფლებებს არ ღვევდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს არჩევანის უფლება, რომ მით უმეტეს, როდესაც ასეთი დინდი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არასოდეს არ მომხდარა, არასდროს არც ერთ ხელისუფლებას, როგორც გითხარით, მე ერთადერთი ზუსტად გამსახურდიას პერიოდის დროს არ ყოფილი ვარ ჟურნალისტი, დანარჩენი სულ ვიყავი. ყოველთვის ყველა ხელისუფლების ცვლილების პროცესში ჩემი შინაგანი განწყობა უფრო ცვლილებებისკენ იყო და არასოდეს არ მქონდა ჩემი შინაგანი მხარდაჭერა, ვთქვათ, არც იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც 2003-ში შეიცვალა, არც შემდეგ იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც 2012-ში შეიცვალა და ახლაც ანალოგიური განწყობა აქვს, მიუხედავად ამ ჩემი განწყობებისა, აი აბსოლუტურად თავდაჯერებულად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი უპასუხისმგებლო, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, საკუთარ ხალხზე მოძალადე ხელისუფლება საქართველოს არ ყოლია. ამიტომ მე მაქვს ჩემი უფლება ამ პროფესიაში, რომ ვიპოზიციონირო ისე, როგორც ჩავთვლი საჭიროდ, საქართველოს კონსტიტუციის მხარეს ვიყო, საქართველოს მოქალაქეების მხარეს ვიყო და ჩავთვალო, რომ აი ამ მხარეს დგომით მე ვარ ობიექტური. ეს არის ჩემი ობიექტურობა დღეს. ჟურნალისტი, რომელსაც ალბათ არ აქვს პოზიცია ან საკუთარი არც მე არ მიყვარს აზრების ესე შემოხვევა მაყურებელზე, თუმცა უპოზიციო რაღაცნაირად სტერილური და რაღაცნაირად ესეთი ბევრ ფილტრში გატარებული საუბარი, მით უფრო ამ სიტუაციაში ალბათ არ არის საინტერესო თანამედროვე საზოგადოებისთვის. შენ თავად ახსენე, რომ ძალიან რთული და ასეთი და ვადარებ სწორედ იმ ხელისუფლებებს, სადაც გიმუშავია, მოვალთ ამ ხელისუფლების საზოგადოებებზეც მინდა კითხო, მაგრამ ჩვენ პროფესიაშიც ეს გახლეჩილობა მუდამ იყო, ხო, რაღაცა ერთი მხარე იქეთ იყო, მეორე მხარე აქეთ იყო, თუმცა ახლა რომ ეს უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა ჩვენს კოლეგებსა და ჩვენ შორის, ასეთი ღრმა და გაუვალი ასე ვთქვათ ხრამი გახსენდება კოლეგებს შორის? იცი რა, არ მახსენდება ჩვენს ქვეყანაში, არ მახსენდება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არც ყოფილა, ასეთი მოცემულობა, ასე წითელი ზღვარი არასდროს არ გადაულახავთ იმ პროფესიის წარმომადგენლებს, რომლის წარმომადგენლებათაც თავს ახლაც მიიჩნევენ, ხო? იმიტომ რომ მათაც ჰქვიათ მედია, მათაც ჰქვიათ ჟურნალისტები, მაგრამ სრულიად ჩამდგარნი არიან სამსახურში იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალის, რომელიც საქართველოს მთლიანად უცვლის შინაარს, როგორც სახელმწიფოს უცვლის კურსს და ამ კურსის ცვლილებით საკუთარ მოქალაქეებს უკარგავს ყველანაირ პერსპექტივას, ხო? უკარგავს პერსპექტივას, პლუს ამას ამ პროცესში ულახავს უფლებებს, როგორც აღმოჩნდა შესაძლოა წამლავს ქიმიური ნივთიერებებით, არა დაგიდევთ საერთოდ არანაირ მორალს, არანაირ ვალდებულებას, არანაირ პასუხისმგებლობას, ხო? ამ პროცესში რა თქმა უნდა, ჩვენ, როდესაც ვხედავთ, რომ ჟურნალისტებად წოდებული პირები აი არნახულ ტყუილებს, არნახულ კასკადს აყენებენ, აი პირდაპირ არა თუ ამ ხელისუფლებაში დაწერილ, ალბათ სავარაუდოდ კრემლში დაწერილ, მე კოპირებული, ხო, ასე მოდის მათამდე, ხო? აი ამის გახმოვანებაზე არანაირი პროტესტი არ უჩნდებათ მთელ შემადგენლობებს სხვადასხვა ნიუსრუმების, ხო? აი როგორ შეიძლება ხა ამ ხალხს ან კოლეგა დაუძახო, ან მერე არ გაჩნდეს დიდი უფსკრული, ხო? ეს რა არის ახლა მეგობრობა, კოლეგიალობა რა არის, ხო? რაღაცაში მაინც შეთანხმება, აი მთავარ
თავარ ღირებულებაზე შეთანხმება, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სახელად ქვია საქართველო. აი აქ ავწდით უკვე ერთმანეთს, ხო? აქ ვართ აცდენილები. ამიტომ შეუძლებელია, რომ მათთან ჩვენ შეგვრჩენოდა რამე ტიპის თანაგანცდა, მეგობრობა, თანაც ახლა პრაგმატულ დონეზე და უკვე თუ დავეშვებით ცოტა რაღაცა იმაზე მიწაზე, ხო? ყოველ კვირა დღეს თუ შაბათ დღეს შემაჯამებელ რაღაც თავის პროპაგანდისტულ ნამუშევრებში არ გავაკვირა, რომ რომელიმე ჩვენგანი არ ამოიჩემონ და ფეხქვეშ არ გადათელონ, გადაგვიერონ, გადმოგვიერონ. ეს შეიძლება პერსონალურია და შესაძლოა, ესე იგი, ჩვენ ახლა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდეთ. მე მაგალითად ასე ვარ, იმიტომ რომ იმუნიტეტი კარგა ხნის გამომუშავებული მაქვს, მაგრამ როცა უკვე ეს წითელი ხაზებიც გადალახული, ეს ხაზები ჩვენ არ გადაგვილახავს არასდროს. არასდროს. სულ ამას ვამბობდი, რომ ესეთი არ მახსენდება, რომ ჟურნალისტისთვის დაევალებინოს რედაქციას, რომ შენ ახლა წადი და სხვა ჟურნალისტზე მოამზადე პასკვილი რაღაც და ჩვენ ხუმრობთ ხოლმე აქ ჩვენ შაბათის ფორმულასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი გადაცემა შაბათს გადის და სხვა არხებზე გადართავდა 4 შაბათს, 5 შაბათს, არასკევს კვირას რაღაც უკონტექსტოდ ნაწყვეტ გადის. საკუთარ თავს ხედავ. ხო. რაც ძალიან ცუდია, ხო, მეც ვერ ხვდები ამას რა შეიძლება დავარქვათ და მოდი, ნუ დავარქვათ სახელი. ეს უკვე მოშლილია, ეს ჩვენ შორის ურთიერთობები მორღვეულია, ეს გამოიწვია ხელისუფლების პოლიტიკამ, რომ ზოგადად რა არის ხომ ერთ-ერთი მთავარი message box-ი. აი ესე ჩარჩოშია ეს message box-ი, ეგრეთ წოდებულ frame-ში ჩადებული, ისეთი მესიჯები, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად გამოიწვიონ დაპირისპირება, იმიტომ რომ პოლარიზაციაზე დგას დღევანდელი ხელისუფლება, სიძულვილზე დგას დღევანდელი ხელისუფლება და თუ კი ახლა მედიაში იქნებოდა თანაგანცდა, კოლეგიალობა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს მათ არ გამოუვიდოდათ. ამიტომ ეს რა ვიცი, მე არ ვიცი ზუსტად რა მეთოდებით, ზოგი კომპრომატით, ზოგი უბრალოდ თავისუფლების დაბალი ხარისხის გამო, ზოგი მაღალი ანაზღაურების გამო, ხო? ბევრი სხვადასხვა სარგებლის გამო, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ მათ მიიღეს, შეიძლება ამაზე ხმამაღლა ყველაფერზე ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ სხვადასხვა мотивაციით მათ გადალახეს ყველა ის შესაძლო ზღვარი, რაც შეიძლებოდა აქ ყოფილიყო. ამიტომ მე დიდი ხანია ეს სხვა შორის ერთ-ერთი მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ეს ჩაჭრა ამ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მიმუშავია ერთ newsroom-შიც, იმიტომ რომ მიგზნია ჩემივე ჩვენს ფლანგზე ყოფი კოლეგებისგან, რომ აი ცოტა რბილი ხوار ჯობს რომ ვიყო და ხომ არ უთქვამთ ჩემთვის, რომ აი ხომ არ ჯობს რომ გაუწევთ ანგარიში და ვთქვათ მე არ ვუწევ მათ ანგარიშს, ვინც ვიცი რომ რა შესაძლებლობების იყო წინა ცხოვრებაში და ახლა ვის ემსახურება, რა სამსახურში დგას, რეებს კადრულობს. უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელი ეს ადამიანი, ამიტომ ასეთი ქცევა ადამიანებისგან, პროფესიონალებისგან, ამიტომ მარტივად ვჭრი რა. შემიძლია ვთქვა. რა არის გადარჩენის, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არის თავისუფალი სიტყვა. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფორმულაზე, ძალიან შევიწროვდა თავისუფალი ხმა, კრიტიკული აზრი, კრიტიკული ხმა და ამ უდიდესი გამოცდილებიდან მიუხედავად იმისა, რომ არაფერთან შედარება დღევანდელი მდგომარეობის არ შეიძლება ჩვენს წარსულთან, მაინც რა არის ჩვენი პროფესიის გადარჩენის ალბათ მთავარი გასაღებიც, მთავარი რაღაც დიდი კეტი, რითიც უნდა გადაარტყა ამ რაღაც საძაგლობას და გადარჩე. შენი ხედვა გაგვიზიარა. ჩვენ და მოვიქცეთ პრინციპულად და ბრძოლა არის ბოლომდე. ასე გვაქვს დათქმა, ხო? ასე ვარ ჩეფიცულები, მოდით ასე ვთქვათ, ერთმანეთს. ნაწილი რუსთაველზეა, ნაწილი ტელევიზიაშია, ნაწილი ციხეშია. მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, რომ ამის იქით უბრალოდ არის ჩვენი პერსპექტივა და ამის უკან არაფერი. ამიტომ გადარჩენა არის პრინციპულობაში, შეუვალობაში და ნებისმიერ ფასად ბრძოლის გაგრძელებაში. ჩვენი ფრონტი აქ არის ფორმულაში. ხა იქ პროცესში შენ რომ ფინანსები გჭირდება, რაც სამწუხაროდ ფორმულასაც ძალიან უჭირს ისევე როგორც ყველა მედიას. პროცესში რომ გჭირდება მინიმალური რაღაცა რესურსი რომ გავაკეთოთ, ეს ტექნიკური მხარეებია ჩვენი გადარჩენის. მე მაინც მგონია რომ ჩვენი გადარჩენის ხაზი გადის აი შეუვალობაზე და თავდაჯერებულობაზე, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენკენ არის სიმართლე და სიმართლე კი ჩვენი პროფესიისთან იარაღია მთავარი. ამიტომ ვინ უნდა დაგამარცხოს, როცა მართალი ხარ, ხო? ასე ფიზიკურად რომს დამარცხდე, იდეა რჩება და იდეა სხვა აგრძელებს მე. ამიტომ შეუძლებელია რომ ამ პროცესში ჩვენ დავმარცხდეთ. ძალიან ახლოს ჩანს ხოლმე ხშირად რეჟიმის ფინალი. ხან ცოტა მოშორდება ხოლმე,
ხან ისეთი ცვალებადი განწყობები გვაქვს ამ პროცესში, ხან მოგვემატება ოპტიმიზმი, ხან დაიკლებს და ცოტა უფრო დემორალიზებულები ვართ ხოლმე სხვადასხვა დროს, მაგრამ საერთო ჯამში ეს პროცესი უძლებს ყველანაირ ზეწოლას, ხომ ეს არის ფაქტი. ანუ ეს არის სწორი ფორმულა. ხოლო წინ ყურება. ხო, თან სიმართლე ისეთი ძლიერი რამ არის, რომ კლდეების დახეთქვათ შეუძლია და შესაბამისად, როცა სიმართლე შემხარეს არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია. შენ გამოირჩევი და გამოირჩეოდი ჩემთვის ყოველთვის და ახლაც სხვა ჟურნალისტებისგან, რომლებსაც სჩვევიათ ხოლმე აფეთქებები რიგი მიზეზების დროს და ეს უნარიც რომ დარჩე კრიტიკული და თან არ აფეთქდე, ყოველ შემთხვევაში ხშირად არ მახსენდება, კი არა, არ ყოფილა. მინდა გავიხსენო ყობახიძესთან შენი შეხვედრა. ვიცოდი რომ მაგას გაიხსენებ. მაგის გარეშე არასოდეს არაფერი გამოდის. უკვე მარაც იქ ფაქტი მოხდა, მაგის შემდეგ არც ერთი ინტერვიუ, არც ერთი შეხვედრა საზოგადოების არც ერთ ნაწილთან, აი ტაქსიში ჩაჯდომის დროსაც თუ მაღაზიაში შესვლის დროსაც კი ეს არის ხოლმე ყველაზე საინტერესო ეპიზოდი, რომელზეც მეკითხები. ხო, აი ტაქსის ყოველი რა ფორმულირებით გეკითხება ხოლმე. აი დღეს მომიყვანა ტაქსის ხო მანქანა მაქვს გაფუჭებული და ამიტომ სარგებლობ ტაქსით გადავადგილდები და აი არ ვიტყვი იმ ფორმულირებას რა ფორმულირებითაც გაიხსენა ეს ფრაგმენტი ტაქსის ზღობმა რომელსაც ძალიან გაუხარდა რომ ახლა ყოველთვის არ არის რა თქმა უნდა ყველათან მოაზრე ან ისეთი არ ხვდება რომ შენ გიცნობდეს ან რატომ უნდა გიცნობდეს საერთოდაც მაგრამ აი თუ კი გცნობს ვიღაც აუცილებლად ამაზე გეკითხები ну მკითხა და შემდეგ ну განვაგრძეთ საუბარი ამ თემებზე რომელიც ჩვენ როგორც აღმოჩნდა საერთოდ კივილი გვაქვს ამ თემების და თქვა რომ ეს მაგარი დღე იყო როდესაც იცით რა არის მნიშვნელოვანი როცა გეუბნებიან რომ აი მისი სათქმელი უთხარი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის რაც გულში მედო ის უთხარი ეს არის ხოლმე ძალიან ისეთი სერიოზული კომპლიმენტი ამაზე მეტი მადლიერება ხა ჟურნალისტი რა მადლიერებას უნდა ითხოვდეს ხო ვინმესგან თავის საქმეს ასრულებს მაგრამ როცა შენ ამას გეუბნებიან ნუ ამაზე მეტი უბრალოდ შენ ვერაფერს ვერ იზამ ამაზე მეტს როცა შენი მაყურებელი გეუბნება რომ მათი სათქმელი შენ თქვი მადლობა ამისთვის თუ კი ამის შესაძლებლობა მე მომეცა და თუ კი მე ეს შევძელი ხო რა ვიცი არ ვარ დარწმუნებული ამაში რომ გავადრო მე შევაფასოთ ეს თუ კი რაიმე ეტაპზე სადმე მე შევძელი მხოლოდ რა ვიცი მადლიერება მეთქმის იმ რაღაცა ძალების მიმართ, რომელიც ამ დროს რაღაცა გაძლევს ენერგიას და სწორგზაზე გაყენებს. ხო, და ამასინათ ლიფტში შეხვდა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც აი ამ მადლიერებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ჩვენ შენ გესაუბრებოდა და მე შემოგისწარით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, როცა საზოგადოება აფასებს იმას, რომ აი ამ ძალიან რთულ მდგომარეობაში შენ რჩები სწორედ მისი თანამოაზრე. ეს ალბათ და რაღაცნაირად იციდათო ცოტა გადაჭარბებულია ხოლმე ამის თქმა, მაგრამ თქვენი იმედი გვაქვს, როცა ამას გეუბნებენ, როგორ შეიძლება აქ გაჩერდე. და აქ რაღაცა იფიქრო რომ მან დაიღალე, სინამდვილეში რომ მართლა დაიღალე. ნუ იფიქრო რომ იქნება აი მოურჩე ხა ამას და მართლა სადმე წავიდე. ბევრ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, შესაძლოა რომ უფრო მარტივად სადმე წავიდეს, სადმე განაგრძოს. ძალიან რთულია ახალი კარიერის დაწყება, ან ახალი ცხოვრების სადმე, მაგრამ შესაძლოა ჩვენი პროფესიის ხალხს უფრო კონდეს ამისი შესაძლებლობები, ხო, გახსნილი. იგივე იმ დასავლეთში, სადაც ჩვენ ძალიან მიგვეჩქარის. მაგრამ აი როგორ შეიძლება დააღალატო ეს ხალხი, ვინც შენ თუნდაც რაღაც ნაწილი, ხო, მე არ მომფრო ხა ყველა ასე შემოყურებს, ხო, მაგრამ გახსოვს ხო რა მგვითხრეს, თქვენ რა გვითხრა ერთად. თქვენი იმედი გვაქვს, თქვენ გიყურებთ და უნდა იყოთ, ოღონდაც იყავით, ხო? აი როცა ამას გეუბნებიან, რა თქმა უნდა შენ ძალები გიასმაგდება, აი პასუხისმგებლობას რაზეც შენ საუბრობდი, მილიონჯერ მეტად გრძნობ და მეორე დილას უფრო ენერგიულად იღვიძებ, რომ უფრო მეტი ძალებით აღჭურვილი დაუპირისპირდე იმ უსამართლობას, რაც შენ მიგაჩნია, რომ არის უსამართლო. ხო, ცალსახა და კიდე უფრო რთულადაც შევაფასებდი, თუმცა საზოგადოებამ დაარქვა ამ ყველაფერს სახელი. პირველად ასე, ნუ გიცნობდი, მაგრამ პირველად მაინც ესე ფორმულაზე შევხვდით პირველი გადაკვეთა და ჩემ ბავშვობის დათოს როცა ვიძახებ ხოლმე რომელიც ჯერ ჟურნალისტი არ იყო და ჟურნალისტი უნდა გამხდარიყო აი რაღაცა ვერ წარმომედგინა რომ ადამიანი ვისაც მიმართაც მქონდა სიმპათიები პროფესიული მასთან ერთად მუშაობა მომიწევდა და უკვე რამდენი წელი ერთად მუშაობთ და ძალიან გემრიელად მუშაობთ ფორმულაზე ყველასთან ერთად ძალიან გემრიელად იმიტომ რომ
ჩემი აზრითაც ასეა და ალბათ ამეთანხმები შენც, რომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ფორმულა არის ტელევიზია, სადაც ყველა რედაქცია არის დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი საკუთარ პროფესიასთან, მხოლოდ და არ ყავს კერპები, რაც ყველაზე კარგი რამ არის. შენს საეთერო მეწყვილეზე მინდა გკითხო. და რაღაცა ესეთი მეწყვილე ყავს რა დიდი ხანია შეიძლება ერთად ხართ ფორმულაზე რაც ეს მანამდე იყო პოლიტიკური თოქ-შოუ TV პირველზე. მანამდე იყო მაესტრო სხვათა შორის ბოლო 1 წელიწადნახევარი ჩვენ ერთად მიყვავდა გადაცემა. და ამდენ ხნიანი ისტორია ტელეწყვილს მე მგონი არა აქვს ხო? ამდენი ხანი ერთად არ ვიცი ხა სხვა წყვილების ისტორიები არ დამითვლე. მე დავახოს ქონდა პერიოდები, როცა ცალ-ცალკე მიყვავდა გადაცემები, ვახო იყო ხოლმე თქვათ ასევე ახალი ამბების ამყვანი ელისო ჯარიაშვილთან ერთად, რაც ჩვენურად გამოსდიოდათ მათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ხა ვახო და მე რაღაცნაირად აღვიქმებით ხოლმე უფრო წყვილად, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ვახო არ შემიძლია ვახსენო, რომ და არასოდეს არ ვახსენებ ვახოს და არ მახსენდება ვახო გიორგის გარეშე. ჩემთვის ვახო არის გიორგისთან დაკავშირებული რაღაცა ადამიანი ისედაც არის, ახლა ძმა არის მისი, მაგრამ ჩემს სამყაროში ვახო არის გიორგი, რაღაცნაირად იდენტიფიცირებული გიორგისთან იმდენად, რომ რაღაცნაირად მე მასთან მაკავშირებს იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება გაკავშირებდეს ან კოლეგასთან, ან მეგობართან, ან მეწყვილესთან, იმიტომ რომ მე და გიორგი ვიყავით ერთი თაობის ჟურნალისტები, ძალიან მეგობრობდით, ძალიან დაგვსტრესა და გვატკინა გული და არ ვიცი, მოგვაგლიჯეს ნაწილი, როდესაც გიორგი მოკლეს, მაშინ ვახო პატარა იყო. ჩვენზე მაშინ შეიმჩნეოდა სხვაობა ასაკში და მე რომ დაგვეწია ხო უკვე რაღაცნაირად ჩემში ისევ გიორგი ოღონდ უფრო სხვა ტიპის რაღაცნაირად გაჩნდა ჩემს გვერდში და ამიტომ ძალიან ვენდობი ისიც სავარაუდოდ ასევე მენდობა მეგობრობთ რაღაცნაირად შეგვიძლია ერთმანეთს უთხრათ ყველაფერი ერთმანეთის შესახებ ვიცით ფაქტობრივად ყველაფერი და ჩვენი ურთიერთობა რაღაცა ისე აეწყო და ისე განვითარდა, რომ მე ხომ შემიძლია მე ვთქვა, რომ ჩემი და გიორგის ურთიერთობა ასეთი არ იყო. უფრო მე ჩემი და ვახოს ურთიერთობა არის უფრო განსხვავებული. მეწყვილეები, აი ეს ეხა შერასაწყები ეს ხო საზოგადოება მარიცის თქვათ ესეთი თქვენი ურთიერთობის აი ეს მიმართულება, ხო? მაგრამ ეთერს ეთყობა, როცა მეწყვილეები ერთმანეთს ძალიან კარგად უდებენ, მეგობრობენ და თქვენს ეთერს ყველა არხზე მე სადაც მიყურებ ეს ეთყობოდა, რომ თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ ერთად და რაღაც პატივისცემას გაქვთ ერთმანეთთან, დობაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი რამე გითხარი მეწყვილე ვახოზე უთხარი მესამე ფურცლის მაყურებელს, რამე ისეთი, რაც ეთერს მიღმარჩება ხოლმე ძირითადად, მაგრამ შეიძლება რომ ახლა ვთქვა. ხო, ვახო არის ბუზღუნა, წუწუნა, როცა მუშაობს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ აი ბოლო წამში შეუძლია ხოლმე, ახლა მთელი დღე შეიძლება აი რაღაცა ვერ გააკეთოს. სადღაც შეიძლება 6-დან 7 საათამდე დაიძინოს მაგალითად, სრულიად ამოგაგდოს ფორმიდან, იმიტომ რომ უყურებ რომ რაღაცა გასაკეთებელი და შეიძლება ის გულგრილად უყურებს, იმ მომენტში ამ ამბავს, შეიძლება ასეც აღიქმებოდეს, მაგრამ უცებ შეიძლება გაიღვიძოს და 7-დან 8-მდე გააკეთოს ის საქმე, რაც მთელი დღე ადამიანმა ვერ შეძლოს რომ გააკეთოს, ტექსტები დაწეროს, მასალა მოიძიოს, ფორმაში შევიდეს და ასე შემდეგ. უნიკალური ნიჭის ადამიანია, შემიძლია ვთქვა. ძალიან განათლებული ადამიანია, რაც აძლევს მას ინტელექტუალური შესაძლებლობას, რომ ესე იგი ყველა მასალა სწორად გადაამუშავოს, სწორად გადახარშოს და როგორია იცით გვერდში გეიმედება, როგორც წამყვანი და გეიმედება როგორც ინტელექტუალური მხარდამჭერი პროცესში, იმიტომ რომ შენ რაც გამოგრჩება, ის შეგივსებს და მას რაც გამორჩება, შენც ეცდები რომ ის შეავსო. აი ძალიან რაღაცნაირი ვმა არის ჩვენ შორის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთი, რომელიც სხვა კოლეგასთან, წყვილში ფაქტობრივად არ წამიყვანია გადაცემა სხვასთან, ძალიან ჩემს წინაცხოვრებას თუ არ ჩავთვლით. აი ძალიან თანაბრად ვართ ყველა პროექტის ავტორი, სადაც ვართ. აი ორივე წვლილი არის თანაბარი ამ პროცესში და გუნდსაც ყოველთვის ეც ვქმნით, რომ და სულ მეტნაკლებად ერთი გუნდი მოგყვება სხვადასხვა ტელევიზიაში, რომ აი ძალიან კომფორტულად ვართ მათთან და ისინიც კომფორტულად ჩვენთან. არის ძალიან ხუმარა, არის ძალიან სერიოზული იუმორის პატრონი. ისეთი რაღაც შეიძლება გაგიკეთოს და გაუკეთოს ნებისმიერ ჩვენგანს, ვინც გუნდში ვართ, რომ აი ვერც კი წარმოიდგინო, რომ რაღაცას გეხუმრება, აი დატროლვას რომ ეძახიან, ხო? ხო. ერთხელ დილით მწერს, აი საიდან მოიგონა, არ ვიცი, შაბათი დილა მახსოვს და
ბევრი წლის წინ რომ ისო რა ქვია, არ ვიცი ხა არ მინდა მაინც გვარები ვთქვა, ერთ პოლიტიკოსზე მეუბნება რომ მეორე პოლიტიკოსი მოკლაო. ასეთ რამეს წერს და სასწრაფოთო ეთერში ვართო შესასვლელებიო. მოკლაო ასე მეუბნება რა. მე ჩავარდი ძალიან შოკში, იმიტომ რომ ვინც მეუბნება რომ დაარტყა დანა ერთმა მეორეს, ეს ამ კაცის ცოლი არის ჩემი ნაცნობი, კარგი ნაცნობი რა. და უცებ წარმოვიდგინე იმის ცოლი, იმის ბავშვები და ასე შემდეგ და ეხლა ვაგრძელებ რა სად მოხდა ეს ამბავი. მეუბნება ლოკაციას, მეუბნება ლოგიკურ ლოკაციას, ამ რასაც შეიძლება მომხდარიყო. და მთლიანად ესე იგი მომცა ინფორმაცია და მე უკვე ვიწყებ ეხლა ამ ამბის მეგობრებთან გადამოწმებას რა, რომ აი რა მოხდა, როგორ მოხდა და ყველა არავინ არ იცის რა მოხდა და სადღაც ერთ საათში მივხვდი რომ მე მგონი მატყუებს რა. მე მგონი მატყუებს და აღმოჩნდა რომ არც ახსოვს და რომ მომატყუა და რომ დაიჯერე რომ მითხრა მართლა დაიჯერე. შენ თავად ახსენე და ბევრი მედიიდან მეც და საზოგადოებასაც შენ ახსოვხარ, თუმცა რა მომენტები დგებოდა რო არ ჩამოთვალოთ და არ გკითხო მაესტროდან და პირველიდან თუ ამ შემდეგ, რა არის ნინო ჟიჟილაშვილისთვის აი ეს რაღაცნაირი ნართის გორგალი, რომელსაც ვეღარ გამოარჩევს და წამოსულ ხარ არხიდან, რომელშიც ბევრი შრომა ჩადე ალბათ, გიყვარდა და აი ამას ელევი. ეს რო ყველა შეეძლოს ალბათ კარგი იქნებოდა. ხო, ალბათ რაღაც მომენტი დგება, სადაც შენ ხვდები, რომ შენ იქ აღარ იმუშავებ. რა არის ეს შენთვის? ღირებულებითი განსხვავებები ან მოთხოვნა, რომელიც ყოფილა ჩემს მიმართ დაყენებული და არ შემძლებია ამის შესრულება, არ შემძლებია გადაბიჯება რაღაცა პროფესიული მოვალეობების და ზღვარის, რომელიც ჩემს წინაშე მდგარა. ყოფილა არჩევანი ჩემს წინაშე და უბრალოდ რამე განსაკუთრებულია ამაში, რომ არჩევანს აკეთებ პროფესიისკენ. უბრალოდ არ შემიძლია გაკეთება, მიხვდი? ანუ ეს არ არის რაიმე გმირობის ტოლფასის აქციელი. მართლა არ შემიძლია. ვერ ვაკეთებ უბრალოდ გესმით. ამის შესრულება, დაკვეთების, ტყუილის თქმის, მით უმეტეს ახლა მაესტროში ჩემ მიმართ ბოლოს ამ ჩემთვის ძალიან ძვირფას არხზე, რომელიც ალბათ დაავიწყდა უკვე მაყურებელს რომ არსებობდა, იმიტომ რომ ისე გააქრეს ველიდან რომ აღარც იძებნება არსად, თუმცა სადღაც მე მგონი ჯერ კიდევ სუნთქავს. აი ამ არხიდან წამოსვლისას მე საერთოდ 2014 წელს მომთხოვეს პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის გატარება. 2014 წელს გესმის შენ. ანუ 2014-ში მე დავდექი აი ამ არჩევანის წინაშე. რომ მაშინ გავიგე პირველად ტერმინი, რომელიც არხის დამფუძნებელმა მითხრა, რომ ჩვენ სასურველია გავატაროთ პროქართული პოლიტიკა. რაც ნიშნავდა ანტიდასავლურს და პრორუსულს. მე მაშინ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და ვახოსთან ერთად საინფორმაციოც მიმყავდა და ეს არხი ნიუსი მთლიანად და სარედაქციო პოლიტიკა არხის მე მებარა. როგორ შემეძლო ხა ეს გამეკეთებინა მითხარი რანაირად? აი ეს არხი, რომელმაც თუნდაც აი ამის წინა ხელისუფლების დროს ძალიან დიდი უდიდესი როლი ითამაშა ამ პროცესში, ძალიან გმირულად გაუძლო ბევრ საქმეს და ფაქტობრივად ინფორმაციის მიმწოდებელი რაღაც მომენტში იყო ერთადერთი ტელევიზია ალტერნატიული ინფორმაციის მიმწოდებელი. და მე არ შემეძლო ამის გაკეთება, ვერ გავაკეთებდი ვერაფრის ფასად, ამიტომ მომიწია წამოსვლა, უბრალოდ ფეხი ავითრიე წამოსვლისგან, აქ ჩემ უფრო გამოცდილი ვიყავი, მაშინ 10 წლის წინ იყო ეს ამბავი, ვიდრე მანამდეც მქონია ესეთ შემთხვევები და იქ უბრალოდ ამდგარ ვარ და წამოსულ ვარ. ამ არხზე უფრო პირველად ვამბობ ამას, ამოცანად დავისახე, რომ მოდი აბა ვიქნები სადამდე გავცლებ. ჩემი იმ გუნდიანად, რომელიც იქ იმ წუთში ჩემი მენეჯმენტის ქვეშ მუშაობდა და რა თქმა უნდა, ჩემი არჩეული იყო როგორც ესე იგი, როგორც პოზიციებზე, ასევე გუნდურად. მე ვთქვი, რომ მე აქედან არ წავალ, ჩემი, აბა ვნახოთ რა მოხდება, გამომაგდეს. როგორც მithქვეს, რომ შენ დათხოვნია და აღარ მუშაობ მაესტროზე და იმდენად უხეში ფორმებით მოხდა ეს, რომ გახსენებაც არ მსიამოვნებს. თან მით უმეტეს ისეთი ხალხისგან, ვისთან ჩემი პირადი ურთიერთობაც მქონდა ამ პროცესში ჩამოყალიბებული, ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული წამოსვლა გამოგდება მოკლედ არხიდან. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ვაღიარო, რომ აქ მე შემეძლო უფრო რაღაცა ადრე მიმეღო გადაწყვეტილება, ასეთ ჩუმად წამოსულიყავი, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ეს არ იქნებოდა სწორი, ამიტომ დაველოდე ამბების განვითარებას და რაკიღა ვერაფერი მოუხერხეს მაშინ იმ ნიუსრუმს, რომელიც დაცული იყო ყველანაირად, ვერაფრით ვერავინ ვერ შემოაღწია ამ ნიუსრუმში.
იქ წესიერი ხალხი მუშაობდა, სხვა შორის ამარხზე მუშაობს უმეტესობა, ვინც მაშინ იქ პროდიუსერებიც იყვნენ და მართვა ჰქონდათ ნიუზრუმში, ვერავინ ერთი ინტერესი ვერ შემოვიდა მაესტროს ნიუზრუმში, ნუ მე მითხრეს რომ უნდა წაბრძანდი აქედან და ეს არ იყო მარტივი ამბავი მოკლედ. ძალიან მეამაყება ეს ხალხი ჩვენ როცა მე გამომიშვეს მაშინ დაახლოებით 20 კაცმა გადაწყვიტა რომ მაესტროს ნიუზრუმი ასევე უნდა დაეტოვებინა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ ეს ისე გატარდა იცით არ იყო ყურადღებით საზოგადოება ჩვენ მაშინ თქვით რომ ეს იყო პირდაპირ დაკვეთა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან რომ ეს არხი ძალიან გავლენიანი არხი გამختارიყო აი ზუსტად იმ შინაარსის რა შინაარსისაც დღეს არის მაგალითად პროპაგანდისტული არხები იმედი იქნება თუ რუსთავი და ეს უნდათ გაკეთებულიყო იმ გუნდის ხელით რომელიც ავტორიტეტული იყო პროფესიაში ანუ მე უნდა გამეკეთებინე ეს და ჩემს სანაგუნდელებს ავტორიტეტული და თან საკმაოდ ძლიერ კონკურენციაში მოდიოდა იმ დროს რუსთავი ერთთან სხვათა შორის კი იმიტომ რომ ნუ მეც მახსოვს რომ როცა მუშაობდი რეპორტიორად ხა რეპორტიორის ჩვევა არის ეს რომ შეიძლება მე შენ და ვიღაცა მერცა და იმავე თემაზე ვიმუშაოთ მე ნახოს სხვისი სიუჟეტი ყველაზე მეტად აი მაესტროს ჟურნალისტებთან ვიყავი ესეთ კონკურენციაში ანუ მე ნახავდა ერთი დეტალი მაინც თუ იმას უფრო მეტი ქონდა მე ძალიან ბრაზდებოდი ჩემ თავზე და მე ჩემთვის მოტივაცია იყო და როცა მეც დავინახე რომ რაღაც ეს თავარი კონკურენტი ინგრევა აქეთაც გაჩნდა ეგეთი შეგრძნება ჩემთან რომ მაშინ ვიღას შეიძლება რომ შევეჯიბრო და პრინციპში აქედან იწყება და მე ირღვევა რაღაცნაირად ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნიჩანი ჩემთვის სხვა შორის სულ ვფიქრობ ხოლმე რომ ეს მაესტროს პოზიციონირება მაშინ მაესტრო პოზიციონირებდა როგორც კრიტიკული არხი და როგორც ოპოზიციასთან აფილირებული უფრო არხი რა კრიტიკული იმ თვალსაზრისით რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას მაესტრო არ უყვარდა უყადაღებდა სატელიტურ თეფშებს იქ არ ვრთავდა ის მასტკერი რომ გაკეთდა სისტემა მე როცა დავალდებულდა უკვე არც ერთი საკაბელო ტელევიზია ჩვენ არ გვაჩვენებდა ხომ გახსოვთ როგორი ბრძოლა იყო მაესტროს სიგნალთან რომ არ მისულიყო საზოგადოებამ და ჩვენ მაშინ ბევრი ვიბრძოლეთ რომ ეს ყოფილიყო და სულ ვფიქრობ ხოლმე რომ აი ხომ არაფერს შევცვლიდი რომ ცოდნოდა რომ 15 წლის შემდეგ აი ესეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩემი ქვეყანა გამოვიდა რომ მაინც გამოვიდა ასე რომ ტელევიზია რომელიც მუშაობდა მეც ვიყავი ამ ტელევიზიაში ყოველ საღამოს ტოქ-შოუ მიმყავდა ვიყავი კრიტიკული ხელისუფლების მიმართ უკიდურესად კრიტიკული აქ რამეს ხომ არ შევცვლიდი რომ ცოდნოდა რომ 15 წლის შემდეგ ის ახალი ხელისუფლება რომელიც ამ კრიტიკის ტალღაზეც მოვიდა ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოს გაყიდიდა თავისი ინტერესისთვის ხომ მაგრამ მე მგონია რომ გადავხედავ ხოლმე ჩემს რაღაცნაირად იმ გუნდის მუშაობას რომელთან ერთადაც მე მუშაობდი ჩვენ არც ერთხელ არ დაგვირღვევია კეთილსინდისიერების პრინციპი არც სიმართლის თქმის პრინციპი ჩვენ არც არაფერი მოგვიგონია არც პროპაგანდისტები ვყოფილვართ მაშინ ვიყავით უბრალოდ კრიტიკულები სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ იმ ძალის ნაწილმა რომელმაც შექმნა ეს ძალა ივანიშვილმა ეს რაღაცა ძალიან გულწრფელი კრიტიკა, მედიური კრიტიკა იქნებოდა ეს თუ საზოგადოებრივი, თურმე თავის დროზე გამოიყენა საკუთარი ინტერესისთვის, ეს რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის და სწორედ იმ ხალხს, ვინც გულწრფელად მაშინ კრიტიკული იყო, განსაკუთრებული ვფიქრობ ტვირთიც აქვს, რომ ახლაც იყოს ზუსტად ისეთივე კრიტიკული, ან კიდევ უფრო მეტად კრიტიკული. იცი რა მაბრაზებს ხოლმე კიდე ყველაზე მეტად ჩვენს პროფესიაში მომუშავე ადამიანებზე შენ წეგან კარგად უწოდებათ დამოვიწყდა ახლა შენი შეფასება. აი, როდესაც 2012 წლამდე გემახსოვრება მეცხრე არხი გააცოცხლა ვიძინა ივანიშვილმა შექმნა იმისთვის რომ ეს პლატფორმა ჭირდებოდა. გადაიყვანა ალბათ თქვენგანაც წაიყვანდა ადამიანებს რუსთავიდანაც ვიღაც წავიდა. ნუ ძალიან კარგი ჟურნალისტების რაღაც გუნდი შექმნა. და მე გაინაღდა ის რაც უნდა და გავიდა ფონს და მე ამ ადამიანებს უთხრა რომ თქვენ პროფესიონალები არ ახართ და მე უნდა დაგხუროთ და ეს არხი უცებ გააუქმა. ანუ ესეთი სასტიკი მოპყრობა ჟურნალისტების და მედიის მიმართ აი ესე რომ არ ვიცი და ამის შემდეგ რომ ისევ დღეს მოვედით და საუბრობთ ადამიანებზე რომლებიც ამ რეჟიმს ემსახურება საერთოდ წარმოუდგენელი დათო ის კი არა ეხლა გამახსენდა Info9 გახსოვს ეს როგორი სპეცდანიშნულების მედია რაზმივით იყო არაჩვეულებრივი
ხელმძღვანელი ყავდა ამ სააგენტოს, ეს იყო ლუბა ელიაშვილი, რომელიც მე სტრესის გამო ესე იგი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინფორმაციას ხურს უფროსი მეცხრე არხზეც, აი ბოლოს როდესაც გახსნა. დიახ, ჩვენი მოკითხვა აქედან ლუბას. კი, ძალიან დიდი მოკითხვა, მე მისი პირველი სტაჟიორი ვიყავი ძველ იბერიაში, პირველად მან მიმიღო სამსახურში. მით უმეტეს და აი ლუბას პირველი სტრესები სწორედ აქედან წამოვიდა, რომ აი მეორე დღეს, ბუკვალურად მეორე დღეს, როცა არჩევნები მოიგო, ინფო9 დახურა. ანუ მოიგო არჩევნები, როდის იყო, რა რიცხვი იყო 2 ოქტომბერი. 3 იყო ორშაბათი თუ 4 ორშაბათი თუ რაღაც. აი იმ კვირაშივე დახურა სააგენტო და ხალხი რომ მივიდა უთხრეს, რომ თქვენ აქ აღარ მუშაობთ. ეს ის ხალხი, ვინც თავი გაწირა არაერთ გზის იმ პერიოდში. ჩააყოფინა ამ ადამიანებს თავი პლუს იგივე ბედიეწია, მე უკვე მეცხრე არხს, ხო, რომელიც ასევე დაშალა მეორედ უკვე სხვათა შორის მანამდე ერთხელ უკვე ქონდა ეს გაკეთებული და მეორედ გააკეთა ეს ასე რომ მისთვის ადამიანები არაფერს ნიშნავს მისთვის არც ის ადამიანები ნიშნავს რამეს ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ ვინც ერთგულად და ყურმოჭრილად ემსახურება თავისი პრემიერ-მინისტრებიანად და თავისი რა ვიცი უახლოესი ნათესავებიანად ხო არც ნათესაობა მისთვის ბარიერი ხოლმე რომ რაღაცა მოიძულოს ადამიანი და მას ციხეში უკრას თავი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ მისთვის არ არსებობს ძვირფასი არაფერი როგორც ჩანს მაგარდა თავისი აი ამ რაღაცა პატარა რაღაცა სივრცისა რომელსაც მისი ოჯახი ჰქვია და პლუს იმისი, რასაც ის მისტირის მთელი ეს ხანები წერილებით იქნება თუ გამოსვლებით თუ თავისი პრემიერ-მინისტრობით ეს არის ფული, რომელიც სადღაც მუთაკებში ჩადებული ედო იმაში სხვადასხვა ბანკში, შვეიცარიულ ბანკებში, მე იქ როგორც ჩანს არაკეთილს ინდისიერად მოექცა ერთ-ერთი კონკრეტული პირადი ბანკირი, ხო, მისი ფინანსების გამკარგავი და შემდეგ ეს ფული დაიკარგა და მე იგებს ამ ფულს უკვე სასამართლოებში, მაგრამ ვეღარ იბრუნებს, იმიტომ რომ ამასობაში გახდა ადამიანების უფლებების მსოფლიო მასშტაბის დამრღვევი. ამიტომ მას ამ ფულს აღარ უბრუნებენ და ამიტომ ეხა ამითი ვაჭრობს. მოკლედ ფულის სიყვარული არის მისი ერთადერთი რაღაცა სივრცე, სადაც რასაც ხედავს, აი რაღაცას ხო ხედავს, აი ყველაფერს მისთვის აქვს რაღაცა მატერიალური ფორმები, ამიტომ მის არ არსებობს სხვა. ალბათ მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც ყოველს თავისი ფასი აქვს სამარკო განჭი. ყოველს კუპიურა ადევს ყოველს თავისი სხვადასხვა დრო სხვადასხვა. რაღაცა დროს ვირია შეიძლება ვიღაცა, მაგრამ მე ისე იაფდება რომ რა ვიცი, ჩირის ფასიც აღარ აქვს. კეთილი, ეხლა მინდა თემა შევცვალოთ და კიდევ ერთი კომპლიმენტი უნდა გითხრა ასის დამსახურებულად. უკანასკნელი 13 წელია სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი სტუდენტებს და მათ შორის ვასწავლი შენს უნივერსიტეტშიც, შენს სკოლაში, მედია სკოლაში და ადრეც მithქვამს, ახლა მინდა ეთერშიც გითხრა, რომ ყოველთვის, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტში მოვდივარ და ახალ ჯგუფთან შევდივარ, როცა ვადარებ სხვადასხვა უნივერსიტეტებს, ხვდები, რომ იქ ბევრად უფრო გამოწრთობილი და უკვე ბევრად, ასე ვთქვათ, პროფესიაში გარკვეული სტუდენტები მხვდებიან და ეს არის ცხადია ამ სკოლის დიდი კომპლიმენტი ჩემს არ არსებობს, რო იცოდე ესე, რაც არ უნდა მითხრა პროფესიასთან დაკავშირებით, მაინც ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის ახლა უკვე არის ის, როცა მეუბნები, რომ შენი სივრციდან გამოსული სტუდენტები, სადაც შენ გაქვს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციის, იმიტომ რომ დეკანი ვარ, კავკასიის მედიის სკოლის უკვე 15 წელია, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი უკვე. და შენი სკოლის ჩემი ორი სტუდენტი, ჩემი შაბეც ფორმულას ჟურნალისტია და ესეც ხო, ეს და მინდა რომ კავკასიის უნივერსიტეტზე და ზოგადად ლექტორ ნინოზე გკითხო, იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა რომანტიკა და ურთიერთობაა პროფესიის ამ კუთხით უკვე იმ ადამიანებთან, ვინც პირველად შემოდის ამ პროფესიაში და ეს კიდევ უდიდესი პასუხისმგებლობაა ზოგადად რას ასწავლი, როგორ უყვები მათ ამბებს ჟურნალისტიკაზე, რა დავალებებს აძლევ თუ ასე შემდეგ. ეს ამბავიც გაგვიზიარე შენ როგორც ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც რა ვიცი, ჩემი კარიერის მანძილზე თუ რაც ვარსებობ, იმის მანძილზე, სადაც მიმუშავია, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე, როცა მე იქ მოვხვდი და მანამდე უკვე ლექტორობა დაწყებული მქონდა სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის მაგალითად ჯიპაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც მოვხვდი კავკასიის უნივერსიტეტში პოზიციაზე, დეკანის და მისი ძალიან მადლიერი ვარ ამ უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიასი, რომელმაც დაინახა ჩემში ეს პოტენციალი, რომ ეს საქმე მეკეთებინა, თორემ ჩემთვის, რა ვიცი, აზრათაც არ მომსვლია ეს ლექტორობის მიღმა, საუნივერსიტეტო ადმინისტრაციული საქმის კეთება. მას შემდეგ რაც იქ მოვხვდი,
მივხვდი, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩემთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ერთია შენ რას აკეთებ და შენ რა მიგაჩნია სწორად და რა ფასეულობებზე დგახარ და მეორეა ის რომ რაღაცა სივრცე გააჩინო და უცებ აღმოჩნდება რომ ეს სივრცე შენ გაქვს, სადაც შეგიძლია რომ ეს ფასეულობები შენი პროფესიული უნარების ჩათვლით თუ რაღაცა ახალი გაჩენილი უნარების ჩათვლით ამ ადამიანებს მისცე, ვინც შენთან მოდის, წარმოგიდგენ ახლა როგორი პროცესია ეს. ამდენ უნივერსიტეტს შორის აბიტურიენტი 18 წლის, 19 წლის საქართველოს მოქალაქე შენთან მოდის სურვილით რომ რაღაც ასწავლო. ხა წარმოგიდგენია რა მხელა პატივია ჯერ ეს შენთვის, ხო? მე აი ამ პროცესში თვითონ პროგრამის შედგენა, ამ პროგრამის ნიუანსებზე მუშაობა, გუნდის შეკრა ლექტორების, თითოეული ლექტორის ფასეულობების განსაზღვრით. ძალიან მინდა რომ ესენი შეხვდნენ ყველაზე მაგარ ადამიანებს, ვისაც მე ვიცნობ დედამიწის ზურგზე, არა მხოლოდ საქართველოში. აი ჩემი სტუდენტები ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ ჩვენთან არის PR და კომუნიკაცია, ჩვენთან ახლა არის ციფრული და მედია არტის მიმართულება. სამაგისტრო დონეზეც არის პროგრამა სტრატეგიული კომუნიკაციის, ასე რომ ბევრი პროგრამა ახლა ჩვენ ჟურნალისტიკაზე ვსაუბრობთ. ყველა პროგრამაზე მინდა რომ აი მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ რახან ისინი ჩვენ გვენდობიან, ჩვენ მათ მივცეთ აი ყველაზე ახალი უნარები, რაც მართლა დასაქმების ბაზაში სჭირდება და რაც თავარია ფუნდამენტი, რომელზეც დგას ეს პროფესიები და დამეთანხმებით ალბათ კომუნიკაცია, მათ შორის ახლა განსაკუთრებით ჟურნალისტიკა დგას ფუნდამენტზე, რომელიც არის ღირებულებები, დასავლური ღირებულებები, გახსნილი საზოგადოება, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ და ამისთვის ჩვენ სულ ვცდილობთ რომ ავარჩიოთ, ახლა მე მარტო არ ვმუშაობ, აქ არის ძალიან დიდი გუნდი კავკასიის უნივერსიტეტში ერთი არჩეულებრივი გუნდი და პლუს მედიის სკოლის, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ აი ამ კონკრეტულ საგანზე ვინ უნდა იყოს და როგორი ლექტორი უნდა იყოს, მაინც ყოველთვის ვიწყებთ ფასეულობებით. ფასეულობებით ვარჩევთ ლექტორებს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა აუცილებლად პროფესიული უნარებით და ჩვენი სტუდენტები ჩემი აზრით ამიტომაც არიან ხოლმე გამორჩეულები. ისეთი რთული დავალებები მიმიცია მესამე კურსელებისთვის, რომ აი წარმოუდგენელია ხოლმე რომ შეასრულო, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ რომ უფრო ვცდილობ რომ ისეთი დავალებები მივცე რომ რაღაც, მაგრამ აი კავკასიის უნივერსიტეტში რომ მივეცი რთული დავალებები და რომ მოვიდნენ ერთი კვირის შემდეგ და ეს რთული დავალებები რეპორტაჟებს გულისხმობ. გადაღებული ქონდათ, დამონტაჟებული, კარგად აწყობილი, ძალიან გავუცდი და ეს არის სწორედ აი ამ ყოველფრის დამსახურება. ხო, შენ ასწავლე მესამე კურსზე. მეორეს და მესამეს. მეორეს და მესამეს, ხო, ეს ნიშნავს რომ მეორე კურსზე უკვე მონტაჟიც იციან, გადაღებაც იციან, ტექსტისტერაც იციან, თავარი ამბის პოვნაც იციან, თხრობის ტექნიკები აქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ხოლმე რომ ისეთი სტუდენტები გამოუშვათ, რომლებისთვისაც სიახლეები ნიუსრუმებში აღარ არის არაფერი. ხო. რომ შედიან ნიუსრუმში, უკვე ყველანაირად მომზადებულები არიან, გავიდნენ, ჩართვაზეც კი დადგნენ, თუ კი ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, იმიტომ რომ თვითონ ნიუსრუმი შეიძლება ახალ მისულ სტუდენტს არ ენდოს ჩართვაზე, ვთქვათ, არ დააყენოს, ხო, ახალი ადამიანი, მაგრამ შეიძლება მომენტი ჩავარდეს, რომ აი სხვა გზა არ კონდეს და კარგით დადექი და მომიყევი უთხრა ხომ პროდიუსერმა და ესეც კი რომ შეძლოს, ანუ ყველანაირად ვამზადებთ ჩაფენილი ფუნდამენტით იმაზე აშენებული ტექნიკური უნარებით. მინდა რომ თქვენ რომ ნიუსრუმში შეხვალთ, უკვე იყოთ კონკურენტ უნარიანი იმ არსებულ ვარსკვლავ ჟურნალისტებთან, ვინც იქ დაგხვდებიან და ეს ძალიან არ დაიჩაგრონ. კარგი, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. და მინდა რომ რაღაცნაირად აქედან ალბათ იმ სტუდენტებს, ვინც უკვე აღარ არიან სტუდენტები, პროფესიაში არიან, ზოგისად, ესეც ძალიან გულდასაწყვეტია ხოლმე ჩემს რომელიმე სტუდენტს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან რომ აღმოვაჩენ და აი ამ ჯოჯოხეთში რომ იქეთა ფლანგზე აღმოჩნდა და მქონია ესე საუბრები და სხვა შორის არ ვიტყვივის ახალი მისული იყო ტელეკომპანია ერთ-ერთზე, არც იმ ტელეკომპანიას დავასახელებ და სასამართლო ეზოში შემხვდა და გული გამეგლიჯა წინა დღეს არა თქვენი სტუდენტი სხვა უნივერსიტეტიდან და წინა დღეს ლექციაზე იყო და მიკროფონით რო დავინახე, მეუთხარი ძალიან გთხოვ, დღესვე მოდი, რომელი გადაცემაც გინდა ფორმულაზე აირჩიე და ყველა რედაქციას თხოვ და სტაჟიორად მიგიღებს თქო და სხვა შორის წამოვიდა საერთოდ იმ არხიდან და ძალიან და მე წლების მერე კიდე შევხვდით და მითხრა რომ აი რომ არა თქვენ იმ დღეს ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინეთ ჩემში ძალიან ბევრი კიდე არის ისეთი ვინც დღემდე მუშაობს მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია ეს მომენტი რა მაგრამ რა არის დათო იცი ჩვენ ხო ხა ადამიანებს ვერ ვცვლით ხომ ჩვენ ხო ვერ მივყვებით ცხოვრების ბოლომდე ხა ცხოვრებისეულადაც პროფესიულადაც შეიძლება ჩვენს დაუშვათ რაღაც შეცდომები ამიტომ ამის პრევენციას ჩვენ ვერ გავაკეთებთ ჩვენ და მივცეთ მაქსიმუმი მათ და დანარჩენი მათი არჩევანია
სადაც უნდათ იქ წავიდნენ. ნუ თუ აღმოჩნდება, რომ მათი არჩევანი კომპრომისების სიარულია ამ პროფესიაში და არ უჭირთ ეს, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი წვლილიც არის სამწუხაროდ, მაგრამ მათი არჩევანია, რასაც ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ. მეც მყავს ასეთი მონიშნული რამდენიმე ჩემი სტუდენტი, რომლის სხვადასხვა ეტაპზე ხარ არა მარტო, სხვადასხვა ეტაპზე, რომლის საქმიანობაც გაცდენილა იმ ღირებულებით სისტემას, რომელიც ჩვენ მათში ჩაგვიდია და რაზეც ჩვენ გვიმუშავია მათ შემთხვევაში, მაგრამ ისინი თავისუფალი ხალხია და თვითონ და გააკეთონ არჩევანის დასრული ხალხია. მოვიდნენ ჩვენ მაქსიმუმ მივეცით, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გვახარებს თუ კი მათ ხედავთ წარმატებულებს იმ სივრცეებში, სადაც მოქალაქეებიც მათ ხმას ისმენენ, როგორც სიმართლის ხმას, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტის ხმას და როგორც აი დიდი როლის მქონე ადამიანის ხმას, მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ამაში ვერ ჩავერევთ. ხო, იმიტომ რომ ეს უდიდესი როლი და პასუხისმგებლობაა ჩვენი პროფესია. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დათო, ჩემცაც საინტერესო იყო. დიდი მადლობა. მადლობთ.